დავიწყოთ იმით, რომ გიორგი გახარაძე თავდასხმა ივანიშვილის მსახურების არ არის ცალკე ესეთი საქმე, იმიტომ რომ მთლიანად ავტორიტარული რეჟიმი ივანიშვილის, რომელიც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებს, სწორედ ამის ნაწილია პოლიტიკური ანგარიშსწორების ოპონენტების წინააღმდეგ და ეს ოპონენტები რა თქმა უნდა არიან როგორც უბრალო მოქალაქეები, კრიტიკული მედია და მათ შორის პოლიტიკოსები და მე შეგახსენებ პრეზიდენტ ივანიშვილის მუხარას, ღია მუხარას არჩევნებამდე ადრე იმედზე მონოლოგს, როდესაც ყველაზე დიდი ესეთი ბოღმა გიორგი გახარიაზე გამოხატა, ისე როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე. შესაბამისად არის სამართლებრივი ასპექტი ამ თავდასხმის, არის პოლიტიკური ასპექტი და პოლიტიკური ასპექტიდან რომ დავიწყოთ, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არის და ის რომ ეს არ არის ცალკე ამ შემსრულებების საქმე, ამას მოწმობს მათ შორის როგორც ივანიშვილის განაცხადი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, აი ამ კონკრეტულ ეთერში, ასევე პრემიერ-მინისტრის რო ეძახის თავს ირაკლი კობახიძე მისი შეფასება და მისი განცხადება გუშინ, რომელიც ძალიან მძიმე იყო და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებდა იმას, რომ ეს არის ის გზა, რადგანაც აპირებენ ისინი ანგარიშსწორების გაგრძელებას ოპონენტების წინააღმდეგ და სწორედ ეს პოლიტიკური განცხადება და ქმედებები და მთლიანად ის რომ გასულები არიან სამართლებრივი სივრციდან არის იმის მაჩვენებელი რომ ერთადერთი რაც მათ აქვს ეს არის ტერორის მეთოდების გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსული მეთოდებით აბსოლუტურად და აი ამ ტერორის აპირებენ გაგრძელებას კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გიორგი გახარია არის საკმაოდ ხნე და ის აგრძელებს მუშაობას რაღაცა დროის დრომა სჭირდება რომ რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაუბრუნდეს საჯარო სივრცეს, მაგრამ ეს ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოსთვის და ყველა პოლიტპატიმარის იმ მიზნისთვის, რასაც ხელახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმარის გათავისუფლება შესაბამისად ეს ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო ძლიერად მინდა გითხრათ და მათ შორის სამართლებრივ ნაწილზე თუ ვისაუბრებთ დღეს ჩვენ გულში ბრიფინგი ჰქონდა ბერდიას იჩნევას ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებთან დაკავშირებით ერთია რომ ის მტკიცებულებები რომელიც უნდა ყოფილიყო როგორ ალაგდა ამ სასტუმროში და მეორე არის ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები, რითიც ცდილობს რომ გარკვეული მანიპულაცია მოახდინოს ივანიშვილის პროპაგანდა ამ ვითარებაში, მაგრამ ეს ჩანაწერები არსებობს ჩვენ მე და ნათია მედრუშვილი და ზაზა თავაძე ვიყავით ბათუმში, როდესაც მას შემდეგ თავდასხმა მოხდა, პროკურატურაში შევიტანეთ შესაბამისი საჩივარი მიმართვა და მათ შორის სამართლებრივად ეს მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერის აბსოლუტური უფლება გვაქვს რომ მივიღოთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მოდი, ამავე ჩანაწერის გადაცემას ითხოვს ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელსაც წარმოადგენს ასევე ჟურნალისტი სვიად კორიძე, მასე განხორციელებულია იმ თავდასხმის შემდეგ. თეონა, ითქვა რომ არის ვარაუდი ადმინისტრაციაზე გარკვეული ზეწოლის. აი ამაზე რითი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს ის რომ არ ხდება თქვენზე ჩანაწერის გადმოცემა არც საერთაშორისო გამჭვირვალობაზე და აი რატომ არის მნიშვნელოვანი ყველაფრის შეკრება? მე ვნახე პარალელურად რომ თქვენი პარტიის ლიდერები მიდიან პროკურატურაში შექონდათ განცხადება, საუბრობდნენ. ხო, აი რისთვის არის დიახ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ესეც ავუხსნათ საზოგადოებას, მათ შორის იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით რომ ყველა უნდა იყოს ფრთხილად, რომ კანონგარეშეთ არავინ უნდა იმოქმედოს, რომ ამაზე პასუხები იქნება მოთხოვნილი მომავალში. ანუ აი ეს არის სწორედ ანა ჩვენსა და ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას შორის განსხვავება არის ის რომ ჩვენ კონსტიტუციურ ფარგლებში ვართ და ვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია ივანიშვილის რეჟიმი რაღაცა კრიმინალური და რუსული მეთოდებით უპირისპირდება ხალხს. ამიტომ ჩვენი სამართლებრივი გზა მათ შორის პროკურატურაში განცხადების შეტანა, მათ შორის მტკიცებულებების შეგროვება არის ის, რაც ჩვენ გამოგვარჩევს ივანიშვილის კრიმინალური ბანდისგან. არანაირი მოლოდინი ეხა ის, რომ ივანიშვილის პროკურატურა რამეს გააკეთებს, არანაირი არ არის. მით უფრო მაშინ, როდესაც დავალება გაცემულია და ხა ირაკლი კობახიძის განცხადება თქვენ გუშინ ნახეთ.
ეს შეუულებრივად დავალების გაცემა იყო, რომ არანაირი გამოძიება ამასთან დაკავშირებით არ მოხდეს და არ დაისაჯონ ისინი, ვინც ეს გააკეთეს. მათ შორის თავდასხმა იყო ზვიად ფორიძე და კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა მინდა დაუდასტურო ზვიადს ვიცნობ და მithwe როგორც საერთაშორისო გამჭირვალობას ეს შეუულებრივი ანგარიშტორება არის. თეონა, აი რა შეიძლება იყოს უკან დიახ, აი რა შეიძლება იყოს კი ბატონო. შემდგომ, როდესაც ქვეყანას კონსტიტუციურ სისხლში დაუბრუნებს, შემდგომ რომ მოხდეს კანონის წინაშე პასუხისგება ამ ყველაფერზე და ვიდეო ჩანაწერები არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება და რაც შეეხება თქვენს კითხვას ეწოლასთან დაკავშირებით ის რომ ნახევარსაათში ალაგდა ამ კრიმინალური ბანდის სუფრა ისევე როგორც მოიწმინდა მთელი ეს დანაშაულის ადგილი რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია კითხვებს და ეჭვებს აჩვენს მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ სამართლებრივად ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობას და ჩვენ სრული უფლება გვაქვს ეს ვიდეო ჩანაწერი კანონის სრული დაცვით მივიღოთ შერატონის ადმინისტრაციისგან და ამას კიდეც ვითხოვთ და თუ რაიმე ტიპის ამგვარი ზეწოლები გაგრძელდება და თუ ეს ზეწოლა არის ყოველ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულწილად ვნახეთ არასწორი მოქმედებები, რა თქმა უნდა ეს დიდ რეპუტაციული ზიანი იქნება ამ სასტუმროში, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ამ კადრების მიღებას, რაც კანონით გვეკუთვნის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ გიორგი გახარიას უფლება იყოს დაცული, არამედ მთლიანი ჩვენი ბრძოლა იყოს გამარჯვებით დასრულებული. ხო, ჩვენ ხა სხვადასხვა დავიწყეთ საუბარი მათე დევიძის საქმით, დიახ. 20 წლის ბიჭის რომელთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ნუ მოკლედ ამტკიცებდა რომ მისი თავისუფლებაზე ყოფნა იქამდე ვიდრე იქნება გადაწყვეტილება ამ საქმეზე არის საშიში საზოგადოებისთვის. ანუ რეალურად აი ყველაფერი ეს რისი გამოვლინება არის თეონა ხო? მახსენე გადაცემის დასაწყისშიც რომ აი მასობრივად ხდება მსხვერპლების მოწალადება წარმოჩენა თქვენ ლიდერთან დაკავშირებითაც აი სულ პატარა აი ცოტა მეტი პოლიტიკური ნება არის საჭირო და გახარიას ციხეში გაუშვებენ ხო ეს ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს ხელისუფლება მისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში და ამაზე ჩვენ მოვისმინეთ მინიშნებებიც რომ როგორ შეიძლება საქმე შემოტრიალდეს კიდევ ისევ და ისევ პოლიტიკური ნების აი ამ გახარიას დაჭერის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამაზე რა სიტყვით შეიძლება ძალიან სასაცილო იყო ის განცხადება რომელიც დინარაძემ გააკეთა ერთ-ერთი ვინც არის აქ კანონის წინაშე პასუხისმგები და გასასამართლებელი აქ არის ეს კრიმინალური ბანდა რომელმაც საკუთარ ქვეყანას უღალატად საკუთარ ხალხს აი ესე ჯერ შავნიღბიანების შემდგომ თავიანთივე მოძალადეები დეპუტატებს რო ეძახიან თავს და მათ შორის ის უკანონობა გამოიყენა რომელიც აი ძალიან მარტივად ყველგან პოლიცია და არცად სამართალი აი ამ ერთ ფრაზაში ჩანს და ჩვენ თავი გვაქვს გადადებული იმიტომ რომ მიზანი ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის არის მთავარი რის გამოც ყველა ერთად ვიბრძვით და გიორგი გახარია ისე როგორც თითოეული ჩვენი თანაგუნდელი რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ და ეს რაც არ უნდა მათ მუხარა გამოუშვან რაც არ უნდა ფიზიკური თავდასხმა განახორციელონ ეს ვერავის ვერ შეაჩერებს იმიტომ რომ მთავარი ძალა აი ამ პროცესში ეს არის სახალხო პროტესტი და ხალხი რომელიც აჩვენებს რომ წინააღმდეგობა გრძელდება და ეს ძალიან კარგად ჩანს მთლიანად საქართველოს მასშტაბში აი გუშინ ახლა ის გაფიცვა რომელიც პირველად მოხდა მე არ მახსენდება ესეთი მასშტაბური გაფიცვა საქართველოში და ტიტუშკები თუ ზონდერბრიგადები რომლებიც მიუსიეს მათ შორის მერის თანამშრომლის ფიგურები და მე როგორც ნახეთ თქვენს ეთერში და ესეც აჩვენებს ანუ რა გამოდის თეო რომ ანუ ამ ადამიანებს ანუ არ აქვს პრობლემა რომ იყვნენ ისინი იდენტიფიცირებული ყველამ გაიგოს რომ არიან საჯარო მოხელები ამ პროცესში ჩართულები ანუ პირიქით ანუ ისეთი წახალისებულია ეს პროცესი რომ შეიძლება რაღაც რიგიც დგას იმაზე რომ ვიღაცას დაუპირისპირდეს და აჩვენოს ერთგულება სისტემის მიმართ ანუ აი მოდით ერთი პატარა მაგალითი მინდა მოგიყვანოთ აბუ-დაბიში რაც მოხდა ერთ მოქალაქეს, როდესაც აი სტუმრების ხროვა ესე თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად მოიგერია მათი თავდასხმა და რომელიც ნახა მთელმა, რა ვიცი, მსოფლიო უცხოურ პრესაში ეს ყველაფერი და აგერ კობახიძის ვიზიტი გაჩერდა აბუ-დაბიში და არ მგონია რომ ეს ქვეყნის კუთხითაც, იმიჯის კუთხითაც კარგი იყოს და
ისინი პირდაპირ აი მიღების გარეშე მოდიან და ძალადობენ. იქით ის სამი ეგრეთ წოდებული ოცნების დეპუტატი. აქეთ დანარჩენები გიორგი და გიორგი კახარიაძე მათ უკვე ნიღაბით ჩამოიხდნენ, იმიტომ რომ იციან რომ ერთგულება უნდა დაუმტკიცონ იმ კაცს, რომელიც ნიღბის გარეშე ძალიან საკუთარ ხალხს აი ეს სისხლიანი ხელებით უპირისპირდება და მთელი სიმძიმის ტვირთი, რა თქმა უნდა, ჯერ მასზეა და შემდგომ სხვა დანარჩენ მის მსახურებზე. ამიტომ ეს ტაქტიკა, რომ დაშინება, თემა, ფიზიკური ანგარიშწორება და მათ შორის კანონის და უკანონობის შერევა ერთმანეთში ჩვეულებრივი ომია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და თქვენ რომ იცოდეთ რამხელა ფასი დაუჯდება ეს ქვეყანას უკვე დაუჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდება და რა დრო დაგჭირდება იმის რომ ქვეყანა დავაბრუნოთ თუნდაც იმ ნიშნულამდე, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ეს ამ ერთადერთი სიტყვა ეს არის ღალატი, ეს არის ღალატი. თეონა, ძალიან ბევრმა ადამიანმა სხვათა შორის გაიხსენა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, თუმცა ერთ-ერთ გარდამტეხ სიტყვად მიმაჩნია პირადად 29 აპრილს მისი სიტყვა თბილისის ცენტრში და აი ამ დღეს სრულიად გასაგები გახდა რეალურად რა პროცესებს ნახავდით ჩვენ შემდგომ პერიოდში და ასეც მოხდა, ხო? როგორც განვითარდა მოვლენები, ამაზე მიუთითებს ძალიან კარგად ეს ყველაფერი. მადლობას გადაგიხდით, თეო, დაგემშვიდობები, თეონა აკუბარდია. მადლობა და კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს და იმ კრიტიკულ მედიას, რომელიც ესე პირადი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დღეს მუშაობს იმისთვის, რომ სიმართლე გაიგოს ხალხმა და ვიბრძოლოთ ერთად დემოკრატიული საქართველოს. მადლობა. მადლობა, თეო,